რამდენიმე საკითხია ამ თემაში. დავიწყოთ ქარდით, რომელიც ლეგიტიმური კითხვა არის ჩვენი მხრიდან, იმიტომ რომ ჩვენ ორი თვეა პრინციპში უკვე ერთი და იგივეს ვამბობთ, რომ ჩვენ ბოიკოტს არ ვაცხადებთ, იმიტომ რომ ბოიკოტის გამოცხადება წინასწარ და წინსწრებით მაშინ როცა ძალიან ბევრი გარე ფაქტორი, შიდა ფაქტორი ჯერ კიდევ ცნობილი არ არის და ბუნდოვანია ჩვენთვის ბოიკოტის გამოცხადება შესავალშევე ნიშნავს ამ ბრძოლაში დამარცხების აღიარებას. იქიდან გამომდინარე, რომ თუ ბოიკოტის გამოცხადება არის უბრალოდ არაფრის კეთება და ჩვენ ადამიანებს არ ვატყობთ, რომ ბოიკოტს თუ აცხადებს, ბოიკოტი ზოგადად პოლიტიკური აქტია, რომელიც რაიმე კონკრეტულ ქმედებას არ ნიშნავს. უბრალოდ ბოიკოტში ხარ და მორჩა, იმას უნდა მოყვებოდა შემდეგ რაც ლოგიკური გაგრძელება, რომელიც შესაძლოა რომ სწორი იყოს. ჩვენ ვერ ხედავთ. მაშინ პარლამენტის ბოიკოტში რატომ ხართ? პარლამენტის არჩევნები სახელმწიფო არჩევნები გაყალბდათ, ხო, ყველა შევთანხმდით ამაზე, რომ გაყალბდა. მეორეს მხრივ, აი ცოტა უცნაურია ეს ადამიანები, ვინც ბოიკოტში არიან, ქართული ოცნებისგან ითხოვენ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნას. ხომ ასეა? ხო, ვთანხმდით, რომ ქართულ ოცნებას თხოვენ, რომ ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები. თუმცა ახალი პირობებით, ეხლა მხოლოდ ქართულ ოცნებას თხოვენ, ეს არ იქნება სწორი. მოცემულობაა ეგეთი, რომ ქართულ ოცნებას თხოვთ 6 თვეა, რომ ჩანიშნოს ხელახალი არჩევნები. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები არის კონსტიტუციის ჩანიშნული არჩევნები, რომელიც ტარდება 4 წელიწადში ერთხელ. სულ რომ ქართულ ოცნებას არ გაეყალბებინა არჩევნები და თავი გამარჯვებულად არ გაესაღებინა, ეს არჩევნები მაინც ჩატარდებოდა. შესაბამისად, ლეგიტიმაცია ეს არის განსხვავება, ეს არჩევნები მაინც ჩატარდებოდა და ახალი არჩევნები თუ ჩაინიშნება, ხო? ეს ხომ ნიშნავს უკვე რეჟიმის მხრიდან რაღაცა პოლიტიკური კრიზისის აღიარებას, ხომ? მეორის მხრივ, აი, როდესაც ჩვენ კითხვა დავსვით, რომ რას აპირებთ, იმიტომ რომ ამ თემაზე მსჯელობა არ ყოფილა. ერთი მხარესაც ძალიან ბევრი არგუმენტია, მეორე მხარესაც ძალიან ბევრი არგუმენტია. ხომ ასეა? ამასაც კვლევებით გამყარება სჭირდება, ამას სჭირდება ადამიანებთან საუბარი, ამას სჭირდება ბევრი ფაქტორის გამოვლინება ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. ეს ადამიანები უბრალოდ ორი თვის წინ ადგენენ და პირდაპირ ბოიკოტი გამოცხადდა, რაც ჩვენთვის მეუღებელია როგორც პოლიტიკური გუნდისთვის, იმიტომ რომ პოლიტიკა ეფუძნება ძალიან ბევრ ფაქტორს, ძალიან ბევრ გარემოებას. რასაკურველია და ყველა გადაწყვეტილებას მე გეთანხმებით იმაში, რომ უნდა კონდეს ახსნა და უნდა კონდეს შესაბამისი არგუმენტები. აი ამიტომ თქვენი არგუმენტები რა არის არჩევნებში შესვლის სასარგებლო? ჩვენ ბოიკოტს არ ვაცხადებთ და ჩვენ ვამბობთ, რომ დღეს ვემზადებით არჩევნებისთვის, ნებისმიერი არჩევნებისთვის, რომელიც ჩანიშნულია, რომელიც ჯერ არ არის ჩანიშნულია, რომელიც იქნება, იმიტომ რომ ჩვენ ვართ პოლიტიკური გუნდი, ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომლის ფუნქცია და მოვალეობა არის, რომ იმზადებოდეს და გადიოდეს არჩევნებში. ხო, ბოლო პერიოდში იყო, რომ პოლიტიკურ პარტიებსო აუქმებენო. თუ ჩვენით გავიუქმეთ ჩვენი თავი, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს სხვა გაგვაუქმებს თუ არ გაგვაუქმებს, ხო? სანამ შენ ფუნქციონირებ როგორც პოლიტიკური პარტია, შენი ფუნქცია მოვალეობა არის აკეთო ის რაც შენი მოვალეობა. აქედან გამომდინარე, ჩვენ თქვით, რომ ბოიკოტს არ ვაცხადებთ, იმიტომ რომ აქ არის ძალიან ბევრი მდგენელი, აქ არის ძალიან ბევრი ფაქტორი, რომელიც შეიძლება შემოვიდეს ამ საკითხში. აი გახვედით არჩევნებზე, შემდეგ რა ხდება? იქამდე არის ძალიან დიდი დრო. შესაძლოა არ გავიდეთ, ხო? ეს მოცემული შეიძლება დადგეს ესეთი მოცემული, რომ მართლა არ გავიდეს არავინ და მნიშვნელოვანი იყოს, რომ მართლა არავინ არ გავიდეს. შესაძლოა ჩვენ არ გავიდეთ და ბოიკოტში გასული პარტიები მართლა გავიდნენ, რომლებიც ეხლა მოქალაქეებს ეუბნებიან, რომ ბოიკოტში არიან გასული. ხო, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ბოიკოტში გასვლა არ არის რაიმე კონკრეტული ქმედება, ბოიკოტში გასვლას აუცილებლად თან უნდა ახდეს გეგმა და ალტერნატივა, რომელიც მასთან მოყვება, ხო? ეს ჩვენ არ გავიგია, ამიტომ დავსვით ეს კითხვა, რომ იქნებ თქვენ ახსენეთ, რომ ჩვენთვისაც მისაღებია. აი კი ბატონო, გასაგებია, მაგრამ როდესაც თქვენ იღებთ გადაწყვეტილებას, ხო, შესაბამისად პასუხისმგებლობაც ამ გადაწყვეტილებაზე თქვენს პარტიაზეა და შესაბამისად არგუმენტებიც ამ გადაწყვეტილების სასარგებლოდ თქვენ უნდა წარმოადგინოთ, ისევე როგორც თქვენს წინასწარმეტყველს მე ვეკითხებოდი ბოიკოტის სასარგებლო არგუმენტებს და მომდევნო გეგმას. მართლაც ეს საინტერესოა, იმიტომ რომ ადამიანებმა უნდა იცოდენ მე პარტიის მიმართ რა განწყობაც არ უნდა მქონდეს, თუ ის იღებს რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებას, რომელიც ამ პროცესისთვის სასარგებლოა, ეს შეიძლება საბოლოო ჯამში რაღაცა უფრო მეტი სარგებლის მომტანი იყოს, ვიდრე მეორე გადაწყვეტილება. ამიტომ არგუმენტები გვჭირდება ყველას, ხო? აი, გახვედით მაგალითად არჩევნებზე და შემდეგ თქვენ ახსენეთ კიდევაც, რომ პარტიების გაუქმებასო აპირებსო ბიძინა ივანიშვილი და ჩვენ თავს ხო არ გავიუქმებთ მანამდე ძალითო და ხო, და არჩევნებში კი მესმის, რომ არჩევნებში მონაწილეობა რასაკურველია არის პოლიტიკური პარტიისთვის არსებობის გადარჩენის რაღაცა კონკრეტული გზა.
გზა, მაგრამ ხომ შეიძლება ამ დროს რომ სხვა მხრიდან ვერ გადარჩეთ, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება მიიღოთ საზოგადოებაშიც, მათ შორის თქვენ სამრჩეველშიც, რომ მერე უკვე რომელი გაგაუქმებს, ვთქვათ, ხალხი თუ ბიძინა ივანიშვილი, ეს შეიძლება სადავო იყოს, მაგრამ გახვედით არჩევნებში და რა შედეგის მოლოდინი გაქვთ აქ? გაგცემთ პასუხს, რაც ჩამოთვალეთ ამაზე. პოლიტიკური პარტიები, როდესაც ჩვენ გვიცავ მკითხოს, რომ აი თქვენ არასრულებთ ხალხის დაკვეთას, აქ კითხვა ჩდება, რომელი ხალხის დაკვეთას, თქვენი ამორჩევლის თუ ჩვენი ამორჩევლის. ჩვენი ამორჩევლის დაკვეთა არ არის ეგრე გამოკვეთილად ბოიკოტის გამოცხადება, იმიტომ რომ ჩვენს ამორჩეველთან ყოველთვის გვაქვს კომუნიკაცია, შესაბამისად ძალიან ბუნდოვანია, პირიქით უმეტესობა ეთანხმება, რომ ბოიკოტი არ იქნება სწორი. ამიტომ სხვა პარტიები როცა გვეკვეთავენ ამას, თავიანთი ამორჩევლის შეკვეთის შესრულებას გთხოვენ ჩვენს ხვისი შეკვეთა რატო უნდა შევასრულოთ? ჩვენ ვასრულებთ იმ ადამიანების შეკვეთას, ვინც მოგცა ხმა, ვისთანაც პასუხისმგებლობა გვაქვს აღებული და ამ აი რაც ახსენეთ, რომ დიდი უარყოფითი რეაქციები წამოვა, ეს ხო პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რაღაცა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ჩვენ ვიღებთ ხოლმე ამ დარტყმებს და ეს ეგრეთ წოდებული გარე ბულინგი, რაღაც იმუნიტეტიც გვაქვს უკვე ამასთან დაკავშირებით გამომუშავებული, მაგრამ ხო, დარტყმებს არც თქვენ არ იშურებთ ხოლმე სხვების მიმართ, ამიტომ ამისთვისაც მზად უნდა იყოთ და ხო ისინი თვლიან, რომ ჩვენ არასდროს არ დაგვიდე, მაგალითად, ხა 6 თვეა 6 თვეა იძახდნენ, რომ აი ესენი შევლენ და მთელი 6 თვე რაღაცნაირად ხელს გვადებდნენ, რომ ესენი პარლამენტში შევიდოდნენ. აი ხა მოვა ის დღეც ხო, როდესაც ყველაფერი ძალიან ცხადი, როდესაც კი ბატონო, ხდება და მე ეს არის რომ ერქმევა, მე ყველაფერს თავის სახელი და ხო, ამ კითხვაზეც რომ მიპასუხო, თუ შეიძლება, აი რო შეხვალთ არჩევნებში რა მოლოდინი გაქვთ რა? საკრებულოებში მიიღებთ რამდენ ადგილს მაგალითად? საერთოდ არ არის არჩევნებში შესვლა, არ შესვლა, რაღაცა პარტიის გადარჩენის მექანიზმი ჩვენ ესე არ ხედავთ. არჩევნებში შესვლა, არ შესვლა არის ბრძოლის ველზე ყოფნა, როდესაც შენ არ გინდა რომ ადამიანები დატოვო მარტო პირისპირ ქართულ ოცნებასთან. სამსჯელოა. აქაც კიდე ძალიან ბევრი არგუმენტია. ძალიან სამსჯელო, რომ ერთ-ერთი მიზეზი ეს არის, რომ ადამიანები უბრალოდ მარტო არ უნდა მიეტოვო ბრძოლის ველზე ქართულ ოცნებასთან. რეგიონები განსაკუთრებით. მეორე მხრივ ხა მე გეტყვით რო არ შევიდეს არავინ. ამაოდ ხბარიერ გადალახული პარტიიდან ეს სცენარიც რო განვიხილეთ, რომ არ შევიდა არავინ. ქართულ ოცნებამ ჩაატარა არჩევნები, რომლის გაყალბება საერთოდ არ დასჭირდა. იქ გავიდნენ სხვა პარტიები, რომლებიც საერთოდ ამაზე რო ამბობენ ხოლმე, რომ აი თუ არ გავიდა ეს 4 პარტია, ისინი ვერ მიიღებენ ამ არჩევნებში ლეგიტიმაციას. არჩევნებში ლეგიტიმაცია, რომელი პარტია გავა არჩევნებში, მაგით საერთოდ არ ითვლება. რამდენი ადამიანი მივა არჩევნებში, ამ აქედან ხდება გამოთვლა. ხო, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებზე ეს ხო არის, ვიცით რომ ხო, მაინც ჩატარებულად ჩაითვლება, ხო, ჩატარებულად ჩაითვლება, მაგრამ საერთოდ მნიშვნელობა არა, გავიდნენ ის პარტიები, რომლებიც აპირებენ გასვლას არჩევნებში. ვერც ტრამპის ადმინისტრაციას, ვერც ევროპელ დიპლომატებს შენ მერე ვერ დაუწყებ იმ ბუღალტერიაზე ლაპარაკს, რომელია ნამდვილი ოპოზიცია და რომელია არანამდვილი ოპოზიცია. ის ოპოზიცია, რომელიც გავა ამ არჩევნებზე, რომელიც აპირებს გავიდეს ეს ფსევდოოპოზიცია თუ არაფსევდო ოპოზიცია, შეგეჯიბრება ქართული ოცნების გინებაში მეორე დღეს ევროპის ხო, მაგრამ ვიკა, იცით რა, ვერ დაგეთანხმებით ამაში, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ოპოზიციურმა პარტიებმა გამოაცხადეთ არალეგიტიმურად ეს პარლამენტი, შეინარჩუნეთ ერთიანი ბოიკოტის რეჟიმი, არაღიარების, არალეგიტიმაციის არ მიცემის რეჟიმი, ამან დიდწილად განსაზღვრა შემდეგ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება და არაღიარება და იზოლაცია, სადაც თქვენმა პარტიამაც მიიღო, ხო, მონაწილეობა, რომ ჩვენი პარტნიორები დაგერწმუნებინათ იმაში, რომ ხო, არ აქვს ლეგიტიმაცია ქართულ ოცნებამ. მაშინ ახლა რომ შედიხართ იგივე რეჟიმთან არჩევნებში, აი, როგორ ხსნით, თუნდაც იმ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, ხო? გადაწყვეტილად თქვენ ამბობთ, გადაწყვეტილად ეხლა რომ შედიხართ, მე გადაწყვეტილად არ ვიტყოდი ამ. ხო, ჯერჯერობით თქვენი განცხადებები და ნაბიჯები ამას გვაჩვენებს. ბოიკოტი გასული პარტიები თუ დატოვებენ ველზე მაჟორიტარულ კანდიდატებს, მე ვიმშელოთ ამაზე. ნახეთ, აი თქვენ ლეგიტიმაციის ნაწილს ნაცვლად მე ვერ გაგცემთ ამაზე პასუხს, თვითონ ლეგიტიმაციის ნაწილთან ეს საერთოდ კავშირში არა, იმიტომ რომ სწორედ ეს საერთაშორისო
პარტნიორები და ჩვენი მოკავშირეები, რომლებიც ეხლა განსაკუთრებით გადიდებული ლუპით უყურებენ ჩვენს ქვეყანას და ამ არჩევნებსაც, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იქნება, დააკვირდა მე, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მოდომებით. თუ არ გავიდა რეალურად ძლიერი ოპოზიცია ამ არჩევნებში, ქართულ ოცნებას ხო ამ არჩევნების გაყალბება არ დასჭირდება, ხო ჩაატარებს სამართლიანად ამ არჩევნებს. ხო, სამართლიანად ჩატარებული არჩევნები არ არსებობს, ვიკა, იმ პირობებში, არა, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა არც ერთი ოპოზიციური პარტია იქ არ მონაწილეობს ამ არჩევნებს, უბრალოდ საფუძველშივე აღარა აქვს არანაირი ლეგიტიმაცია იმან, რა შედეგიც უნდა დაიწეროს. არც ერთი 4 ბარიერ გადალახული სამი კოალიცია და ერთი პარტია. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძლიერი არგუმენტი, მაგრამ არ შემოყვება ამაში არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი, არ შემოყვება ამ ბუღალტერიაში. მაშინ, როდესაც ის ხალხი, ვინც აპირებს არჩევნებში გასვლას და ვინც გავა არჩევნებში, შენ ვერავის ვერ დაუწყებ მტკიცებას, რომ ეს იყო ნამდვილი ოპოზიცია, ეს არ იყო ნამდვილი ოპოზიცია და ამაზე მართლა არავინ არ თუმცა ეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა ძალიან კარგად იციან, ვინ არის ოპოზიცია, ვინ ითვლება ოპოზიცია და ხალხის ძალა რომ არ არის ახლა რეალურად ოპოზიცია. ქართულ ოცნებას, მაშინ როცა შეიძლება მის ანგარიშზე იდოს ორი გაყალბებული არჩევნები, ქართულ ოცნებას ანგარიშზე უტოვებ ერთ გაყალბებულ არჩევნებს და ერთ სამართლიანად ჩატარებულ არჩევნებს, იმიტომ რომ თუ არ გავიდა რეალურად ძლიერი ოპოზიცია, მე უბრალოდ აი ამ შეფასებაში არ მოყვებით, რომ სამართლიანად ჩაატარებს ის არჩევნები და რომ არჩევნებს, სადაც არ მონაწილეობს არც ერთი ოპოზიციური პარტია, რამენაირად შეიძლება დაერქვას არჩევნები. ამ 4 ოპოზიციური ჯგუფის გარდა, სხვა ოპოზიცია რომ გავიდეს. სხვა ოპოზიცია ვინ არის? თუნდაც ფსევდო ოპოზიცია, ვიღაცისთვის ხო, ვიღაცისთვის გირჩია ოპოზიცია, მაგრამ მით უმეტეს ახლა ხალხის ძალასთან ერთად, მხოლოდ ხალხის ძალასთან ერთად და ივანიშვილის მიერ შექმნილ ოპოზიციასთან ერთად, თქვენ მე ვფიქრობ პარტიას, რომელსაც გაცილებით დიდი ამბიციები გაქვთ, არ უნდა გინდოდეთ თქვენ თვითონ, ხო, მათ გვერდში, აი ამ სპექტაკლში, ამ რაღაცა ვითომ ეგრეთ წოდებულ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. ხომ ასეა. ხო, მე ნახეთ რა მიმართულებით კითხეთ თქვენ ეს რა მიმართულებით აგიზეთ ვკითხე რომ რა მნიშვნელობა აქვს ხო ჩვენთვის ეს ფსევდო ოპოზიცია თუ არ არის ხო მათ ხო ყავთ თავისი ამორჩეველი და ჩვენ ხო მაგისთვის ვიბრძვით რომ ყოველს კონდეს არსებობის უფლება ამ ქვეყანაში ყველა განსხვავებული არის ისევე როგორც ქართული ოცნების ამორჩეველს ისევე როგორც იაგოს ისევე როგორც ნებისმიერ სხვას ეს ადამიანები რომ მივლენ ამ არჩევნებს და ეს ადამიანები რომ გავლენ ამ არჩევნებზე ხო ქართული ოცნება ხო აღარ გამოიყენებს იმ გაყალბების მასშტაბებს რომელსაც აქამდე იყენებდა ხო აღარ დასჭირდება გაყალბების მასშტაბები ყველაზე სამართლიან არჩევნებს ალბათ რომელიც ბოლოს რუსეთშიც ასე ტარდება ხო არჩევნები ახლა არავინ არ ამბობს რომ აი პუტინმა არჩევნები გააყალბა იმიტომ რომ რაღაცა საფრთხე ქონდა მას რომ ვიღაცა მოუგებდა ხო იქნება ზუსტად იგივე საბედნიერო ჯერ კიდევ ძალიან დიდი დროა აქედან გამომდინარე ხო კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ის ბოიკოტი, რომელიც გამოცხადა პოლიტიკური პარტიებისგან, ერთმანეთთანაც კი არ უმსჯელიათ ამ ბოიკოტთან დაკავშირებით, არათუ ჩვენთან, რომ აი მოდი. ხო, ეხლა უკვე გვიანია, იმიტომ რომ ამ ხალხმა უკვე გამოაცხადა ბოიკოტი ყველანაირი მსჯელობის გარეშე და ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ პოლიტიკურ ნაბიჯებს არ ვდგამთ მსჯელობის გარეშე, იმიტომ რომ ამაში მე გაცილებით უფრო დიდ პოლიტიკურ ფასს გადაიხდი, ვიდრე გადავიხდით ეხლა. ბოლოს მოკლედ რომ მიპასუხოთ, ვიკა, მე ვიცი რომ თქვენ გქონდათ შეხვედრა თქვენს ლიდერს გიორგი გახარიას პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან, მათი დამოკიდებულება როგორია ამ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით თუ შეგიძლიათ რო გითხრათ? ხო, შეხვედრა შედგა რამდენიმე დღის წინ. მათშიც, როდესაც ჩვენ აუხსენით აქეთა მხრიდანაც არგუმენტები, მეორე მხრიდანაც არგუმენტები, რა თქმა უნდა, ამ ადამიანს ჩდება კითხვი და ეს ძალიან ჭკვიანი ხალხია, ეს ხალხი. კი ბატონო, ნამდვილად ოჯახის წევრები და უმაღლესი თავმოყარეობით და ძალიან მორალური და ღირსეული ადამიანები არიან. ამ ადამიანებს ზოგიერთ პოლიტიკოსზე უკეთესად შეუძლია იმსჯელოს და დაფიქრდეს და იაზრონოს და ამ ადამიანებს რა თქმა უნდა, ვიღაცა ფიქრობს, რომ ბოიკოტი არის სწორი, ვიღაცა ფიქრობს, რომ დაფიქრება ხო არ ჯობია ამ საკითხზე, თუმცა ეს ადამიანები გაცილებით ადეკვატურები არიან და გაცილებით ადეკვატურად იღებენ იმ თუნდაც განსხვავებული აზრის არსებობის საშუალებას განსხვავებით მოვისმენთ მათ მოსაზრებასაც ამ შეხვედრასთან დაკავშირებით.